მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა თქვენ და ველი. ანუ ველი რომელშიც ხართ და თქვენ როგორ ურთიერთქმედებთ ერთმანეთთან. ვიმუშავებ ორი დასტით, პირველი დასტა ახლა რომელსაც ვამუშავებ არის თქვენი იდენტიფიკატორი დასტა, მეორე დასტა იქნება ველის განმსაზღვრელი დასტა და ნახოთ როგორ კორელაციაში ხართ ერთმანეთთან თქვენ და ველი. ზოგადად არსებობს ველის თეორია, ეგრეთ წოდებული ნაკადი შეიძლება ასე ითქვას და ეს ინფორმაცია თქვენთვის გაჟღერდება სწორედ რომ ნაკადიდან. ნახოთ. ერთი ეს დასტა მოვამზადოთ უკვე. და ნახოთ მეორე დასტა. თქვენ თვალწინ ჩეხავ, იმიტომ რომ ზოგიერთი გამოთქვამს გარკვეულ პრეტენზიას, თუ გნებავთ რომ დრო არ დაკარგოთ და ასე შემდეგ გადაახურით და როცა გაშლას დავიწყებ, ზუსტად იმ მომენტიდან უყურეთ ველი. როგორი ველია ახლა რა უნდა ველს რომ გვითხრას. ესე. გავაკეთოთ ერთი არკანი აქედან, ერთი არკანი იქიდან. თქვენ არკანი იეროფანტი. არკანი იეროფანტი თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც პრინციპში რაღაც მომენტში მიაღწია სულიერ ბედნიერებას, ანუ მიაღწია რაღაცნაირად ჰარმონიას, რაღაცნაირად სიმშვიდეს. ეხლა თქვენ ხართ აი ამ მდგომარეობაში, თითქოს რეზონირებთ სამყაროსთან ჰარმონიულ კონტექსტში. ნახოთ ველი. სამი ათასები. კი ბატონო, ველშიდაც თქვენ შემთხვევაში იგივე სიტუაციაა, ანუ აქ არის მოცემულობა, როდესაც რაღაცნაირად სუბუქი ენერგიებია თქვენ სივრცეში, ანუ კომუნიკაცია, სიხარული, ურთიერთობები, რაღაც სიხალისე და სიხალასია, მარტივი ურთიერთობებია აქ ამ ნაწილში. ნახოთ კიდევ რა ეტაპზე ხართ თქვენ. თქვენ ხართ თასების პაჟის მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ აჩვენებს პირველი არკანი იყო თქვენი იდენტიფიკატორი იეროფანტი, მეორე წამოიღო თასების პაჟის ენერგია. თასების პაჟის ენერგია ეს არის გარკვეული ემოციური საწყისი, როდესაც მთლად ბოლომდე განსაზღვრული არ გაქვთ მაგალითად თქვენი ემოციური მდგრადობა. აი როგორც ეს არკანია და უშუალოდ გაყოფილი ფეხების ზემოთ თავი ტანი ქვემოთ, ხო? აი თითქოს რაღაც აი გარდამავალ ეტაპზე ხართ. აქაც გარდამავალი ეტაპი ჩანს, ისედაც ნახეთ რამხელა კიბია აქ. თუმცა უკვე ამ წერტილში რომ იმყოფებით და უკვე იმის მდგომარეობა რომ შეგიძლიათ განიცადოთ, რომ აი აქ მაინც ხართ და სადღაც არ ხართ, ხო? აქედან ძალიან შორს. ეს უკვე თქვენ ძალიან დიდ ბედნიერებას განიჭერთ. ნახოთ აბა ველში რა ხდება. ველში მოდის არკანი სამართლიანობა. არკანი სამართლიანობა ველის ენერგიაში, პრინციპში აქ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა შორის აქ შეიძლება იყოს ესეთი სიტუაცია, რომ ახალი ურთიერთობა დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში. პირად ურთიერთობას გულისხმობ ახალი ეტაპი, ან თუ ეს ახალი ურთიერთობა და ახალი ცხოვრებისეული ეტაპი არ იქნება, ანუ პირადი ურთიერთობების ნაწილში, ეს იქნება მოცემულობა, როდესაც თითქოს გაგიჩნდებათ იმის განცდა, რომ როგორც იქნა დაისადგურა დაუშვათ სამართლიანობის აღდგენის მდგომარეობა. ანუ თითქოს ეს ფაქტები, რომ სამართლიანობა აღდგა კონკრეტულად თქვენ წინ ესე ხელგასაწვდენ ადგილზე არ გაქვთ, მაგრამ აი განცდა იმისი გაქვთ, რომ ნელ-ნელა უბრუნდებით სამართლიანობის საკითხს. ნახოთ კიდე თქვენ ფორტუნას ბორბალი, თქვენი იდენტიფიკატორი, მეორე უმაღლესი არკანი, რაც გვეუბნება იმას, რომ აღადგენთ ცხოვრებისეულ ბალანსს, აღადგენთ იმ წონასწორობას,
რომელიც უკვე დაკარგული გქონდათ. იეროფანტით ზუსტად ეს ენერგიაა, თუმცა აი როგორი სიტუაცია ნახეთ, თავიდან იეროფანტით აჩვენა თქვენი იდენტიფიკაცია, მერე იყო რაღაცას გახლეჩილი მდგომარეობა და ახლა მოდის ისევ ფორტუნას ბორბალი. ანუ ფორტუნას ბორბალიც ერთგვარ ჟონგლიორობას მოითხოვს. თუ დააკვირდებით, ერთი ფეხით დგას ეს გოგონა ამ ბორბალზე, ანუ წონასწორობა თქვენ უნდა დაიცვათ, ანუ უნდა ისწავლოთ არამდგრად გარემოში მდგრადი ემოციური ყოფა. რომ ანუ ეს თქვენი რაღაც სიტუაციები, ემოციური შემოტევები და ასე შემდეგ, იმდენად არ ახდენდეს თქვენზე გავლენას, რომ ცხოვრების ხალისს და ხარისხს არ აქვეითებდეს თქვენს შემთხვევაში. ნახოთ ველში რა ხდება. აი ზუსტად როგორ რეზონირებს ღმერთო ჩემო. ორი მაღალი არკანი აქაც. უმაღლესი არკანი. ერთი იმით მიდიხართ ფაქტურად თქვენ დაველი, იმიტომ თქვი თქვენ წეღან იდენტიფიკაციაში, რომ ძალიან კარგად ხართ რეზონანსში. რაც შეეხება ახლა ველში რა ხდება? ველში აქ არის არკანი კარმის, სხვა დასტებში ეს კარმის არკანი არის სამსჯავროს არკანი. ეს რას ნიშნავს? ნახეთ, ეს არის მოცემულობა, როდესაც ყველანაირი დაფარული გამჟღავნდება, ყველანაირ გაურკვევლობას ნათელი მოეფინება, სახელი დაერქმევა და თქვენი ინტუიცია ძალიან გაძლიერდება. ეს არ არის, რო ვთქვა, სიმართლე უმტკივნეულო პროცესი, ნამდვილად არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომ თქვენ უკვე განცდა გაქვთ, რომ რაღაცნაირად სამართალმა პური ჭამა, თუმცა ეს ჭამის ფაქტი კონკრეტულად როდის ჭამა, რა დროს და რანაირად შეიძლება ეს ნანახი არ გაქვთ, მაგრამ განცდის დონეზე, თქვენი ენერგეტიკული შეგრძნებების დონეზე, აი გგონიათ, რომ ყველა მიიღებს მისაღებს, კვილი კვილის წილ, თვალი თვალის წილ. ადრე თუ მალე ეს ესე იქნება, ადრე თუ გვიან. ნახოთ კიდე თქვენი სიტუაცია რა არის. გავგეჟდი არკანი ვარსკვლავი მოვიდა აქ, არკანი ვარსკვლავი, ისე უმაღლესი არკანი მოდის. აქ თქვენ გრძნობთ ძალიან დიდ წყალობას სამყაროსგან, აქ თქვენ გრძნობთ ძალიან დიდ კავშირს სამყაროსთან, აქ შეიძლება ძალიან ბევრთან ისე გაითამაშოს ამ ენერგიამ, რომ ხედავდეთ გარკვეული ტიპის წინასწარმეტყველურ სიზმრებს ან მინიშნებებს, ან თუ სიზმრების სახით ვერ ხედავთ ამას, შეიძლება შეგრძნებების დონეზე გრძნობთ, ანუ ძალიან ისეთ ღრმა შრეებში და არაცნობიერ დონეზე ხდება ეს თქვენი შინაგანი ტრანსფორმაცია და ეს ტრანსფორმაცია სხვათა შორის არ მიმდინარეობს მტკივნეულად. ვაიმე, უკაცრავად, აი დავამტკიცე, ხო ხედავთ. ნახოთ ველი როგორ. დედა გავგიჟდები. არკანი უმაღლესი პაპი, high priest, უმაღლესი პაპი, ისევ ეგრეთ წოდებული იეროფანტი. ხო, ანუ აქ არის რა მდგომარეობა ველში, რომ სამყარო გეუბნებათ, თქვენ უბრალოდ განაგრძეთ თქვენი გზით სიარული. დანარჩენი მომანდეთ მე. აი წაღარ რომ ამბობდი, რომ არ გინახავთ, როდის სად როგორ ჭამათქო სამართალმა პური, ხო? აი სამყარო ზუსტად მაგას გეუბნება, რომ შენ გაეშვი ამას, შენ გაიარე, შენ შენი გზით იარე, შენ გზა განაგრძე, ასე რომ ვთქვათ, დანარჩენი მე მომანდე. რაც ზემოთ დაწერილიაო, ქვემოთ იმ რაღაცებს ვერ აცდებიო, ნიშნავს აი ეს არკანი ამას. ანუ ბედი, როგორც არის დაწერილი, ისე მოხდებაო, ხო? ეს სიტუაცია. ნახოთ კიდე რა ხდება. არკანი სამიანი კვერთხები, ჩემო მეგობრებო, სამიანი კვერთხები არის მდგომარეობა ახალი საწყისის, ანუ ახალი ეტაპი აქვს უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენ საკმარის ძალა გაქვთ, საკმარისი мотиваცია გაქვთ, საკმარისი ენთუზიაზმი გაგაჩნიათ იმისათვის, რომ დაიწყოთ ცხოვრებაში ახალი ეტაპი და საკმარისი შეიარაღება გაქვთ სხვათა შორის, რომ ეს ყველაფერი წარმატებით დასტარტოთ. ნახოთ სამყაროში რა ხდება, ველში რა ხდება. თასების რაინდი მოდის ველში, ემოციურად თეთრი ცხენით არის ეს თასების რაინდი წარმოდგენილი, ანუ ისეთი დახვეწილი მოსასხამით, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროს
ძალიან მსუბუქად ექნება თქვენთვის ეს რაღაცა ხელის მიშველების მდგომარეობა, როდესაც წაგახალისებთ, მოგცემთ შესაბამის განწყობას, მოგცემთ შესაბამის მხარდაჭერას და თითქოს ისე მიეწყობა ყველაფერი, რომ გამოვიდეს თქვენთვის საუკეთესო შედეგი. ნახოთ კიდევ ერთი არკანით. ხუთიანი ხმლები მოდის აქ. თითქოს მაინც ფიქრები გაქვთ, თითქოს მაინც ის მოცემულობა გაქვთ, რომ იქნება არ გამოვიდეს, იქნება არ გამომივიდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ნერვიულობთ ამაზე ჩემ მეგობრებო. დარდობთ, ნახოთ ველში რა ხდება. ველში არის არკანი შეყვარებულები. რატომღაც აქ ისე მოდის ინფორმაცია, მეორე ინფორმაციული ნაკადი ლაითმოტივი მისდის იმაზე, რომ აქ აუცილებლად იქნება თქვენი მეორე ნახევრის შეხვედრა, ანუ თქვენი სულის მეორე ნახევრის. Ai რო არსებობს ის ლექსი ხო, სადღაც ჩემი მეორე ნახევარი დადიო და ადამიანები მთელ ცხოვრებას ხარჯავენ იმისთვის, რომ ზუსტად ის მეორე ნახევარი იპოვონ, ხო? Ai ზუსტად ეს არის. მოდის აქ ეს ენერგია თქვენს შემთხვევაში, უბრალოდ თქვენ არიცით, ეს არჩევანი უნდა გააკეთოთ თუ არა. Ai ცოტა შიში გაქვთ. Ai ესეთი სიტუაციაა. ნახოთ კიდევ ერთი არკანი. არკანი ხმლების რაინდი. ხმლების რაინდი ნიშნავს სიტუაციას, როდესაც არ გინდათ, რომ ხელიდან შანსი გაუშვათ, არ გინდათ, რომ კიდევ სადღაც დაგაგვიანდეთ, არ გინდათ, რომ რაღაცა მოვლენებს ჩამორჩეთ და გამოტოვოთ, აგერ მიმინოც დაფრინავს, მიმინო თქვენი თვალია, მიმინო თქვენი სტრატეგიაა, მიმინო თქვენი შორს მჭრეტეული ხედვა და უნარებია, ეს კი თქვენი შეიარაღება. მე ვერ ვიტყვი, ხა ძალიან შეიარაღებული, ძალიან აღჭურვილი ხართ და ვერც იქნებით, ესეც ლოგიკურია პრინციპში, იმიტომ რომ რაღაც ახალ ეტაპში არასდროს არ იცის ზუსტად სად შეიძლება რა დაგჭირდეს, თუმცა მინიმუმ გამოცდილების დონეზე ის მაინც გაგაჩნიათ, რომ საწყის ეტაპზე მაინც თავ დაუცველად არ იგრძნოთ თავი და აი რაღაც ისე არ იგრძნოთ უსუსურ მდგომარეობაში თავი არ იგრძნოთ და ბოლო არკანით ნახოთ სამყაროსთან, ანუ ველში რა ენერგიაა. ველში ენერგია მეანიშნებს 7-იანი პენტაკლებს და ველის ენერგია გეუბნებათ იმას, რომ მიუხედავად ყველანაირი მხარდაჭერისა, მიუხედავად ყველანაირი აი ამ რაღაცა კეთილგანწყობისა თქვენ მიმართ, თქვენ მოგეთხოვებათ კეთილგონიერება და აუცილებლად ზომიერება. აუცილებლად მე აქ მიყურებს, როგორც ახლა მე ვხვდები აქ ამ არკანების მიხედვით, სულსწრაფი ადამიანები. Ai სულსწრაფ ადამიანებთან მიმართებაში და ეს საფიქრალი რო გაქვთ ხო აქ გაჩენილი, სულსწრაფობა აქ არ დაგეხმარებათ. კეთილგონიერება იქნება თქვენი მხარდამჭერი და ნაბიჯ, სულ მცირე წინსვლებით მიაღწევთ სასურველ შედეგს. ბოლო არკანს ამოვიღებთ თქვენთვის და სამყაროსთვის და აბატონო თქვენი ბოლო არკანი, ეს არის თქვენი ენერგია, ეს არის 6-იანი კვერთხები, შეხვდით დაფნის გვირგვინს, შეხვდით თქვენს ჯილდოს, თქვენს დამსახურებულ აპლოდისმენტებს, თქვენს დამსახურებულ სცენას, აღიარებას, მიმღებლობას, ეს თქვენია ჩემო ძვირფასებო და აქაც არის 6-იანი კვერთხები. Ai ასეთი ტანდემი რანაირად შეიძლება მოხდეს მითხარით ორი სხვადასხვა არკანით, ბოლო არკანებს ამოვიღებთ და აქაც 6-იანი კვერთხებია და აქაც დაფნის გვირგვინია გამოსახული და აქაც. ანუ თქვენ ამ ჯილდოს დამსახურებულად მიიღებთ. თავარია არ აცდეთ, არ მოწყდეთ მთავარ ჯგუფს, იმ ფილმში რო რატომ მოწყდეთ მთავარ ჯგუფს, აი ვარიანტია, არ მოწყდეთ მთავარ ჯგუფს. არ მოწყდეთ თქვენს მთავარ მიზანს და ნელ-ნელა, ნაბიჯ და გონივრულად იარეთ დასახული მიზნებისკენ. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, გისურვებთ დასახული მიზნების განხორციელებას, რეალიზებას, ახდენას, თქვენი სანუკვარი სურვილებისა და რაც მთავარია, კარგად ყოფნას. შევხვდებით ძალიან მალე, დროებით.